დღეს ის დღეა, როდესაც ეს უნდა ვთქვა. რაღაცა ცუდად მიდის. ჩემთვის ჩებურეკი არის ნომერ პირველი კერძი. და ჩვენ გამოვიყენებთ არახს. აი, რა გვეპარებოდა, ნახე მამო. აი, დიდი ჩებურეკი გამოდის, ხო იცი შენ? ჩანგალი 1, ჩანგალი 2. არა კარგია, რა კარგი. ბავშვები ბოთლებს რო ჩავაბარებით ხოლმე, მივდიოდით ჩებურეკის საჭმელად. ადვილად აიტაცებს ჩვენი მაყურებელი ამ რეცეპტს. თუ არ ნახავთ, მე მამუკას დააბრალებ. აი მე უკვე ნერვებს ვიშლის. ავიდა. ჩებურეკი. მითხრეს რომ თავიდანვე დაიწყე რეცეპტის სახელითო, რას ვაკეთებთო და შევასრულე დავალება. რეჰანი კუკინგი, მამუკა მამულაშვილი და თქვენი მონამორჩილი ვახო კანდელაკი. გავაკეთეთ ჩებურეკს. ჩებურეკს, რომელიც ერთ-ერთი ვიდეოს ქვემოთ ერთმა ადამიანმა დაწერა, რომ ჩებურეკი გააკეთე ვახო. ჩებურეკი ყველაზე გემრიელი გამოზდის მამუკას და აქედან გამომდინარე მოვიწვიე საქმეს და დღეს ჩვენთან ერთად არის კიდევ გამეორდები მეორეჯერ მამუკა მამულაშვილი აპლოდისმენტები. ჩამოვიდა რაჭიდან, გაწელა ლობიანი და ეხლა უკვე ჩვენს გვერდით. უკვე ჩებურეკს გავაკეთებ. კიდე ჩვენს გვერდით ვინ არის მამუკა, იცი? აბა, შავი ლომი. თავისთავად. ახალი ლუდით. ჰელეს. ლუდი ჰელესი, რომელსაც ესე ვერ გავხსნით, მაგრამ გავხსნით ესე. ესე. ბავშვობაში ხო ხსნიდი ლაშა ეგრებო. თქვენი თაობა, ვახო რა გჭირს. მე თვალითაც ვიცი გახსნა, იცი? არ გჯერა? არა, მჯერა. აი. აჰა. აიღე. დაილოცე. გაგემარჯოს. ეჰანი კუკინგს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მამუკა მამულაშვილს გამო. როგორი იდე მამუკა მამულაშვილი. მამულაშვილი მამუკა. აბა გაგიმარჯოს. კარგად ისმევა ესე. კარგი, დავიწყოთ ჩებურეკის მომზადება, მაგრამ ვერ დაიწყებ ჩებურეკის მომზადებას, თუ არ გექნება რა? ინგრედიენტები. ყველაზე მთავარ როლში მყოფი ინგრედიენტი გვჭირდება და ეს არის ქვილი, რომელიც რა თქმა უნდა ვოლტ მარკეტიდან გამოვიწერე და უკვე მოვიდა, უკვე მზად არის, რომ დაამშვენოს ჩვენი ჩებურეკი. მამუკა, გილოცავ. მე მოვამზადებ ცომს. ხო. შენ რა თქმა უნდა შიგთავს. კი ბატონო. და მივყვეთ. ცომისთვის დაგჭირდება ქვილი 1 კილოგრამი. 1 კილოგრამი. მარილი 20 გრამი, შაქარი 10 გრამი და ჩვენ გამოვიყენებთ არახს. არაყი აძლევს სიხრაშუნეს და ეს სტრუქტურა რაც მოგწონს ჩებურეკში. ხო. აი ზუსტად მაგას მოგწონს და ასევე შაქარი. შაქართან ერთად, ხო? ანუ რა ხდება, როდესაც უმატებთ სპირტს, კერძოდ არახს და შაქარს, გლუტენი ისე იხსნება ცომში, რომ ზედაპირზე ჩებურეკს, ცნობილ ჩებურეკებს რა ესეთი ბუშტუკები აქვს, ხო? ამას ვიდეოს ბოლოს ნახავთ აუცილებლად ბუშტუკებს. თუ არ ნახავთ, მე მამუკას დააბრალებ. მე ვარ ვაკეთებ. ავტომატურად ჭირდება შაქარი და სპირტი. კარგი, დავიწყოთ ჩამონათვალი. ხახვი, თინძი, ძირებიან, ფოთლებიანად, ფარში, საქონლის არის აქა, შავი წიწაკა, მარილი, შაქარი და აუცილებლად დაგჭირდება საქონლის ბულიონი. თუ წინასწარ მოამზადებთ საქონლის ბულიონი, ძალიან კარგია. ან მე არაერთხელ გამოგვიყენებია რეცეპტებში სახელწოდებით დაში ქვია. ანუ კუბიკების სახითაც არის, ფხვნილის სახით არის, ძალიან უხდება, იმიტომ რომ დამატებით აი უმამი გემოს, რასაც ვეძახით, დამატებით აი ეს ღრმა გემოს, რასაც ვეძახით, ეს არის მნიშვნელოვანი ჩებურეკისთვის. დავიწყო დაჭრა. დაიწყე წვრილად უნდა დავჭრათ ხახვი, მე წვრილად რა დონეზე წვრილად? კუბიკები მინდა წვრილი. კონკრეტული კუბიკები გნება. და მე დავიწყებ ცომის მოზარვას. ეს შენი დანით მოხვედი, მამუკა? არა, ეგ ლიკას დანაა, შე რომელიც კი. უი, ლიკას დანაა, რა კარგია, ლიკას დანაა, რა კარგი. იცი რა მაინტერესებს? ბანალური შეკითხვა მინდა დაგისვა რა. სად მოამზადე პირველად ჩებურეკი? როგორც მოგეხსენება. აქვე ჩვენთან, გვერდზე ობიექტზე. ხო. ასევე ვარ მე, შეფი. ხო. რომელსაც ქვია სახინკლე ცეხში. ხო.
და აი ზუსტად იქ დაინერგა. რომლის ერთ-ერთი მფლობელი არის ყველაზე არასწორი ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელსაც ქვია ვატო. ვატო. ხო? ზუსტად მასთან, მის ობიექტზე. მე მგონი საკმარისია ეს ხო? კი. თუ კიდე გინდა. აი საც მიაჭერი და საკმაოდ. პატარა? კი. ეხა ჩაყარებ ქვილი. ეხლა ჩავყარეთ ფქვილი. და რამდენი წყალი დავუმატე? წყალი სჭირდება 1 კილო ფქვილზე 440 მილიგრამი. და 50 გრამი არატი, ხო? კი, ბატონო. ანუ 1 კილოგრამ ფქვილზე დაგჭირდება 500 გრამი სითხე. კი ბატონო. მშრალი ინგრედიენტები და სველი ინგრედიენტები როგორ განაწილე? ხა შაქარს რა ეტაპზე დავუმატებ მან? შაქარს ეტაპობრივად დავუმატებ. რო კრისტალი შეინარჩუნოს, ანუ შაქრის კრისტალი შევინარჩუნოთ, ხო? თავისთავად რომ ზუსტად ის მოგვცეს, რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით. იცი რა მაინტერესებს? ძირებს ჭრე ხა მე კინძისას და ძირებით გჭირდება თავისთავად, იმიტომ რომ არომატები მან დააყოს. რა კარგია, რომ პროფესიონალებთან მაქვს საქმე, არაფრის მაქნის ვახოს რა. ცომი რომ მოიზრდება, ამას დავასვენებთ. ხო. მაცივარში დავასვენებთ სადღაც 30 წუთი. ხო. და შემდეგ უკვე მე მივხედავთ. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დაცვენებული ცომი, რომელსაც მონტაჟურად ცუცუდა ხანში გამოვაჩენთ. კი. ეს არის YouTube-ის მადლი და ხიბლი, ეს არის გაწყვეტა ვიდეოს, ესე გაღიმება და გაგრძელება მე უკვე ახალი ცომი. კაი, ხახვი დაჭრილია 1 კილოგრამი, როგორც აღვნიშნეთ, საქონლის ფარში, ხინძი და ხახვი. აქვე უნდა დავუმატოთ მარილი და შავი პელპელი. ჯერ უნდა შავი წიწაკა დავუმატოთ, მარილი. მეგონი საკმარისია, იმიტომ დაშსაც აქვს ცოტა მარილი. ეხა ეს კარგად ამოურიოთ. ზილოთ კარგად. აუ, ჩემთვის ჩებურეკი არის ნომერ 1 კერძი რა, აი ძალიან მიყვარს ჩებურეკი. და ჩებურეკზე სულ ყოველთვის მახსენდება ერთი ბავშვობის წერტილი. მე ხო თამარ მეფეზე დავიბადე და გავიზარდე, სადგურის ქუჩას რო ეძახიან. ჩუღურეთში. და დინამოს სტადიონთან აი ბნელ 90-იანებში იყო ერთი საცხობი. დღემდე არის ეს საცხობი, სადაც ბავშვები ბოთლებს რო ჩავაბარებით ხოლმე, მივდიოდით ჩებურეკის საჭმელად და აი ეს საცხობი იყო ჩემთვის აი რაღაცა ეხა რომ შეგიძლია რესტორანში წახვიდე და მეგობრებთან ერთად დრო გაატარო, მე მეგობრებთან ერთად დროს ვატარებდი დინამოს წინ პატარა საცხობში, რომელშიც მივირთმევდი ჩებურეკს. ესე იგი, ერთხელ ისეთი ცხელი ჩებურეკი ვჭამე, რომ მე მომიწია წასვლას ავადმყოფოში, იმიტომ რომ გამისკდა ჩებურეკი და ეს ცხელი წვენი დამესხა, ესე ყვაზე, მაშინ წვერი არ ამომდიოდა და აქედან გამომდინარე დამეწვა და მომიწია დამწრობის ცენტრში მისვლა, რომ დაემუშავებინათ ჭრილობა. აი ესეთი ემოციები მაკავშირებს ჩებურეკთან. ეჭვი მაქვს რომ ზეთი საერთოდ არ იყო. რაღაცა ეგრე მგონია. და იყო ეგეთი ერბოები. ლურჯი შეფუთვები იყო და USA ეწერა. ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, პირველად შემოვიდა მცენარეული ცხიმი. ვისაც გახსოვთ, დაწერეთ კომენტარებში მახსოვს. და რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქვეა ზარიზღილაკი და იგიც გააქტივებთ. ბულიონი დავამატეთ, ხო? შენ ბულიონს ამატებ, მე ცომი უკვე მზად მაქვს. და დაგჭირდება ეხა ამის ამორევა. კი ბატონო. ჩებურეკის, ასე ვთქვათ, შიგ თავსი აუცილებლად უნდა განსხვავდებოდეს სითხის რაოდენობით ხინკლის ფარშისგან, იმიტომ რომ ჩებურეკის ასე ვთქვათ, ფარში არის უფრო თხევადი, ხო? უფრო არა შეკრული და უფრო მასა სითხის მასა უფრო მეტი იყო. წვნიანობას რაც გვიყვარს ჩებურეკში. და ნახეთ, ეხლა ჩვენ როდესაც სითხე დავუმატეთ, აქ რა ხდება, ხო? ხორცს აქ ექთვისება, რომ ძალიან სწრაფად ესეთ ღრუბლის პრინციპით იღებს სითხეს და როდესაც უკვე ხარშვა იწყება, რა თქმა უნდა ის რაც ცხიმი, სითხე რაც შეიწოვა ხორცმა, ავტომატურად გაცემას იწყებს და ეს არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი და ზუსტად ეგ მოგცემს მისასალმებელი, რაც გვინდა. კაი, ფარში მზად გვაქვს, ცომი მზად გვაქვს. ეხა დასვენებული ცომი გამოიღე მამუკა და დავიწყოთ მეცადინეობები.
ესე იგი, ცომი დასვენებულია. აქედან რამდენი გამოვა შენი აზრით? 4. 4? ხო. 4 გამოვა. შეგიძლია 6-იც გამოიყვანო, მაგრამ 6-ის მე დიდი ჩებურეკი მიყვარს. სუფთა 4 გავაკეთო. ჯერ შუაში გაჭერი. აჰა. დიდი გავაკეთოთ? ხო, აბა. კაი. ნახე როგორი დაწყნარებული დამშვიდებულია. გავაფრთხილებ. შიგ თავსი შენზეა. კაი ბატონო. კაი დიდი ჩებურეკი გამოდის, ხო იცი შენ? შენ ბავშვობაში ხო ამ ხელას ჭამდა. თუ უფრო პატარები იყო. იცი გააჩნია 40 თეთრი ღირდა ჩემ ბავშვობაში ჩებურეკი. 40 თეთრი. შენ წარმოგიდგენია? და კაი დიდი იყო რა, ეს აი ამ ხელა იყო რა, აი ესეთი რა, სადაც რა. აი, კაცო, კაი იყო. შენი ბავშვობის საპატივსაცემად გავაკეთოთ მაგ ხელა. იცი რა მეინტერესებს? შენ თლიანად აბტყელებ, ეხა თუ გულს უბტყელებ და ბორტებს უტოვებ ცოტას ხელს. გულს უბტყელებ მაქსიმალურად. ეგ უნდა თქვა მე. ვაბტყელებთ გულს. გულს აბტყელებ. ხო. კიდეებს შედარებით. უტოვებთ სქელს, რომ არ გამოვიდეს, არ გასკდეს და ასე კაი ბატონო. ეს მომეცი. შენ. მე გავაგრძელებ მეორეს. ანუ ნახე როგორ შვებით. კიდე დავდო? თუ გვეყოფა? ცა დამატა. აჰა. ეხლა რა ვშვებით? ეხლა ვკეცავთ. ასე. ჭიდროდ. აჰა. ვადებთ თეფშს. ვადებთ თეფშს. ვაჭერით ცომს. ზედმეტი ცომი რაც არის. და ვიწყებთ ჩანგლით. ჩანგალი 1, ჩანგალი 2, ჩანგალი 3, ჩანგალი 4, ჩანგალი 5, ჩანგალი 6, ჩანგალი 7, ჩანგალი 8, ჩანგალი 9. რა თამადას ეს დავწერე სიმღერა, ნახე. და. ზეთი უკვე გაცხელებული გვაქვს. წინასწარ გავახუროთ ზეთი. აი, რა გვეპარებოდა, ნახე მამო. აი. გამომძრალა ეს, ნახე. ეს წვის დროს გაგვეხსნებოდა. კაი ვქენით, ეხა ესა გამოვავლინეთ ეს პროცესი. აუცილებლად გააკონტროლეთ, რომ ფარში ცომს არ ეხებოდეს. ანუ აი ეს გამოუწმინდოთ უნდა აუცილებლად, თორე ეგ გაგვეხსნება გზაში. გადავადოთ თავიდან. და დავიწყოთ. ისევ ჩანგლით. ხო. კარგად დავაფიქსირე. ზეთს რაც შეეხება, ზეთი უნდა ქონდეს გაცხელებული. 170-180 გრადუსი გვჭირდება ზეთის სიმხურვალე. რომ თანაბრად შეწვას, ძალიან არ დაიწვას, შიგ თავსით მომზადდეს და ცომიც ხრაშუნა გამოვიდეს. ჩვენ ჩებურეკი იწვება. ეხლა ზემოდან ვასხავთ ზეთს ეტაპობრივად. რატო სჭირდება ეტაპობრივად ზეთის დასხმა ზემოდან? იმისთვის, რომ როცა მოვატრიალებთ ჩებურეკს, რო არ გასკდეს ცომი ტემპერატურით. აქედან გამომდინარე, ეტაპობრივად უნდა ვასხავთ ზეთი, რომ შევაგუოთ რაღაცა ამ ტემპერატურას და რომ მოვატრიალებთ, არაფერი ჩეპი არ დაგვემართოს და ისევ გააგრძელოს წყნარად და მშვიდად შეწვა. ესე იბრაწება ეხლა ჩვენი ჩებურეკი და მალევე იქნება უკვე. ჩვენი ჩებურეკიც მზად არის. ესეთი ოქროსფერი ხრაკუნა უგემრიელესი ჩებურეკია. აი ნახე ბუშტუკები. აი შაქარი რო აღვნიშნეთ და სპირტი რო აღვნიშნეთ. აი ეს არის ის ბუშტუკები. და ეხლა ნახე ხმა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მამუკას. ძალიან საინტერესო რეცეპტისთვის და ალბათ ძალიან ადვილად აიტაცებს ჩვენი მაყურებელი
და ვიდეო მომზირლები ან რეცეპტს და სახლის პირობებშიც მოამზადებენ. მეცაგრა მგონია. დიდი მადლობა შავ ლომს, თავისთავად. რომ გვერდში გვიდგას. დიდი მადლობა Walt-ს და Walt Markets და ძალიან ცხელია ეს ჩებურეკი. ძალიან ცხელია. მე არ ვიცი როგორ უნდა გავსინჯოთ. ერთი შანსი გვაქვს რომ უბრალოდ ვანახოთ მაყურებელს თუ როგორია შიგთავსი. მე ცოტა ხანი დავალოთ და მე გავსინჯოთ. აი, ჩანგლით ვქნათ ეგ ამბავი? რად. აუ. რა წვენი, რა ხორცი. აი, მოდი გავსინჯოთ, ხელი გავსინჯოთ. აიღე. აი, მარტო ფარში გავსინჯოთ, იმიტომ რომ ცომს მე ვერ გავსინჯავ, ძალიან ცხელია. დაგაია. აუ, ზაგებრიელია. აი ესეთია რა. კარგი. მადლობა. პირიქით. შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.